ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესის შესწავლა ცხადყო, რომ როგორც ვარსკვლავების, ისე პლანეტების წარმომქმნელი პირველადი მასალა არის ღრუბელი, რომელიც შედგება გაზისა და მტვრისაგან. ასეთი ღრუბლისაგან წარმოიშვა დედამიწა, რომლის შემდგომი გახურება დაკავშირებულია გრავიტაციულ გამკვრივებასთან და რადიოაქტიული ელემენტების საშუალებით სითბოს გამოყოფასთან. დედამიწის აბსოლუტური ასაკი განისაზღვრება 5,5 მილიარდი წლით. დედამიწის ქერქის ფორმირება დაიწყო 4,5-4,7 მილიარდი წლის წინ. დედამიწის შიგა შრეებისა და ქერქის ფორმირებამ გაიარა რიგი ეტაპები, რომელთა განმავლობაში მოხდა მანტიისა და ბირთვის ჩამოყალიბება. წარმოიშვა პირველადი ქერქი, რომლის ზედა ფენები, გრანიტის და დანალექი აქტიურად ფორმირდება ბოლო 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში. ზედაპირზე სიღრმული პროცესების ურთიერთმოქმედების შედეგად. დედამიწის ქერქი და ზედა მანტია ასტენოსფერომდე, ანუ ლითოსფერო, თავისი შემადგენლობით და ტექტონიკური აგებულებით ძალიან რთულია. განვიხილოთ ახლა დედამიწის ქერქისა და ზედა მანტიის ტექტონიკური სტრუქტურები. ლითოსფეროში გამოყოფენ ორი სახის სტრუქტურულ ელემენტს: სიღრმულს და ქერქულ ტექტონიკურ სტრუქტურებს. ამ სტრუქტურებში ზომების და მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა რიგის არაერთგვაროვნებებს. პირველი რიგის სიღრმულ ტექტონიკურ სტრუქტურებს მიეკუთვნება კონტინენტები და ოკეანური ქერქი. მეორე რიგს მიეკუთვნება მოძრავი გეოსინკლური სარტყლები და შედარებით მდგრადი პლატფორმები. ამ სტრუქტურებს გააჩნიათ ხაზოვანი ზომები. ქერქული ტექტონიკური სტრუქტურები სიღრმული სტრუქტურებისაგან განსხვავებით სიღრმეში ნაკლებადაა განვითარებული და როგორც წესი არ გამოდიან დედამიწის ქერქის ფარგლებს გარეთ. ისინი ქმნიან სხვადასხვა რიგის ნაოჭა დეფორმაციებს, რომლის განფენილობის ზომა აღწევს ათეულ და ხანდახან ასეულ კილომეტრს. დედამიწის განვითარებასა და ტექტონიკურ აგებულებაში მთავარი როლი ენიჭება სიღრმულ რღვევებს. ისინი წარმოადგენენ დედამიწის აგებულების პირველად ელემენტებს. ყველაზე მსხვილი და ძველი რღვევები აღწევენ დედამიწის ქერქის საზღვარს და ჩადიან ზედა მანტიაში. გადამკვეთი სიღრმული რღვევების ქსელით დედამიწის ქერქი დაყოფილია ბლოკებად, ან კიდევ როგორც უძახიან ლითოსფერულ ფილაქნებად. ეს მოცემულია ნახატს მეორეზე. ამჟამად გამოყოფენ 8 მსხვილ და 150-მდე პატარა ფილაქნს. ორი მსხვილი ფილაქანი წყნარი ოკეანის და სომალის წარმოდგენილია ოკეანური ქერქით, ხოლო 6 ევროაზიის, აფრიკის, ინდო-ავსტრალიის, ჩრდილო ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და ანტარქტიდის წარმოდგენილია კონტინენტალური ქერქით. ყოველი ლითოსფეროს ფილაქანი უფრო მაღალი რიგის რღვევებით, ქერქული რღვევებით, თავის მხრივ კიდევ დაყოფილია ბლოკებად. ამ ფილაქნებში და ბლოკებში განვითარებულია მდორე, ნაოჭა ანუ უწყვეტი და პლიკატური ანუ წყვეტილი დეფორმაციები. ამრიგად
დედამიწის ქერქს ზოგადად აქვს ბლოკური აგებულება. გამოყოფენ ორი სახის სიღრმულ რღვევებს, რომლებიც ყოფენ დედამიწის ქერქს. ორთოგონალური სისტემა, რომლის რღვევებს აქვთ განედური და მერიდიანული მიმართულებანი და დიაგონალური სისტემა, ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებები. სიღრმული რღვევები და დედამიწის ქერქული რღვევები წარმოადგენენ იმ ბუნებრივ ზოლს, რომლის გასწვრივაც დედამიწის მთელი გეოლოგიური ისტორიის განმავლობაში მიმდინარეობდა ტექტონიკური მოძრაობები. ეს ტექტონიკური მოძრაობები მიმდინარეობს ეხლაც და ექვემდებარება ინსტრუმენტალურ გაზომვებს. ამ მოძრაობებს, რომლებიც გამომჟღავნდნენ ისტორიულ ბოლო 6000 წლის განმავლობაში და ეხლაც მიმდინარეობს, ეწოდება თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობები, განსხვავებით უახლესი მოძრაობებისაგან, რომლებიც მიმდინარეობდნენ ნეოგენურ და ანთროპოგენურ 25-30 მილიონი წლის წინ პერიოდებში. გამოყოფენ ორი ტიპის თანამედროვე მოძრაობებს: ნელი, საუკუნობრივი და ჩქარ ნახტომისებრ მოძრაობებს, რომლებიც დაკავშირებულია მიწისძვრებთან. საუკუნობრივი, ანუ დედამიწის ქერქის საუკუნობრივი მოძრაობები მიმდინარეობს მუდმივად ყველა გეოლოგიურ ეპოქაში და როგორც დაადგინეს, დედამიწის ქერქის არც ერთი წერტილი არ იყო მშვიდი, ტექტონიკურად მშვიდი არასოდეს. თანამედროვე ვერტიკალური ტექტონიკური მოძრაობები შეადგენენ მილიმეტრებს და ხანდახან სანტიმეტრებს წელიწადში. ამავე დროს ზოგიერთი წერტილი დედამიწის ქერქისა განიცდის აწევას და ზოგიერთის კიდევ დაძირვას. მაგალითად, ბალტიის ფარის შუაში ხდება აწევა დაახლოებით 10 მილიმეტრი წელიწადში. გეოსინკლურ სარტყლებში დედამიწის ქერქის აწევისა და დაძირვის სიჩქარე და ამპლიტუდა დაახლოებით 1 რიგით მეტია, ვიდრე პლატფორმებზე. ვერტიკალურ ტექტონიკურ მოძრაობებთან ერთად აგრეთვე დაიკვირვება ჰორიზონტალური ტექტონიკური მოძრაობები. მათზე დაკვირვება და გაზომვა ბოლო დრომდე ტექტონიკურად იყო ძნელი, მაგრამ ეხლა ფართოდ გამოიყენება GPS ტექნოლოგიები და მათი საშუალებით მიღებული მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია. მაგალითად, დადგენილია, რომ ამჟამად ევროპა მიცურავს ჩრდილო ამერიკიდან სიჩქარით 5 სანტიმეტრი წელიწადში, ხოლო ავსტრალია მიდის ანტარქტიკიდან დაახლოებით 14 სანტიმეტრი წელიწადში სიჩქარით. ყველაზე დიდი გადაადგილების სიჩქარეები აქვთ ოკეანურ ლითოსფერულ ფილაქნებს. მათი მოძრაობის სიჩქარე 3-7-ჯერ მეტია კონტინენტალურ ლითოსფეროს მოძრაობის სიჩქარეზე. მათგან ყველაზე სწრაფია წყნარი ოკეანის ფილაქანი, ხოლო ყველაზე ნელი ევრაზიული. უნდა აღინიშნოს, რომ ტექტონიკურ მოძრაობებს ახასიათებს დროში ნიშნის შეცვლა, ანუ აწევა პერიოდულად იცვლება დაძირვით, მაგრამ ასეთი ცვლილება წარმოებს შედარებით დიდი პერიოდის განმავლობაში, ასე რომ თანამედროვე მოძრაობანი ზოგადად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მონოტონური მოძრაობანი,
ანუ მოძრაობანი, რომლებიც მიმდინარეობენ მუდმივი ნიშნით. რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე, ისე ტექტონიკური მოძრაობანი, რომლებიც მიმდინარეობდნენ ყველა გეოლოგიურ ეპოქაში და პერიოდებში, უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალებთან. ამ ძალებს ეწოდებათ ტექტონიკური ძალები. ტექტონიკური მოძრაობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სითბური, სიმკვრივული, მექანიკური არაერთგვაროვნებები დედამიწის ქერქსა და ზედა მანტიაში. აგრეთვე დედამიწის ბრუნვის სიჩქარისა და პოლუსების ცვლილება. დედამიწის ქერქში არსებულ უფრო მაღალი რიგის მესამე და მეოთხე რიგის ტექტონიკურ სტრუქტურებს ეწოდებათ რეგიონალური. ზუსტად ეს სტრუქტურული არაერთგვაროვნებებია დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის წარმოშობის ადგილებთან და შესაბამისად ქანების მასივები, რომელსაც იკვლევს ქანების ფიზიკა.